სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას იგივე ვილიამი სვავს, რომელმაც წინა კითხვა დასვა და ეტყობა, რომ ვილიამს უყვარს კირკიტი და ის გაფრთხილება, რაც ჯონმა უთხრა, რომ პასტორს მაზოლებზე ფეხი არ დააჭიროთო, ეტყობა ესეთი პიროვნება ვილი. ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს. მათესა და ლუკას გენეალოგიებში გარეგნულად როგორც ჩანს არის გარკვეული სირთულეები და მე ახლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ თქვენ იცით რაზე ვლაპარაკობ. ლუკას პირველ თავში როგორ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ლუკა იესოს გენეალოგიის მარიამის შთამომავლობით აკლებს და შეცდომას უშვებს, ეს ლუკასთან მესამე თავშია, ჯონ მაკარტური გაუსწორებს. მათესთან არის პირველ თავში. შეგიძლიათ მირჩიოთ გარკვეული წიგნი, რომელიც ამ საკითხს სიღრმისეულად განიხილავს მათესა და ლუკას გენეალოგიებს და ცდილობს მათ ჰარმონიზაციას? და ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, მათე გვაძლევს გენეალოგიას და გენეალოგია და არა გენეალოგია. ბევრგან ქართულში მე რო ვნახე წერენ გენეალოგიის ხე. არა და გენეალოგია. გენეალურია სხვა არის. და გენეალურს არ იტყვი, გენეალურია გენიოსი, მაგრამ გენეალოგია. მათე გვაძლევს გენეალოგიას პირველ თავში, ლუკა ამას მესამე თავში აღწერს. ჩვენ გვჯერა, რომ მათე გვაძლევს უფლის გენეალოგიას იოსების ხაზით, გასაგებია, და ლუკა კი თავის გენეალოგიის ხაზს იწყებს მარიამით. მარიამის გენეალოგია. ახლა მთავარი ის არის, რომ თქვენ უნდა შეისწავლოთ ისინი დეტალურად. და ბევრი კარგი წყარო არსებობს ამისათვის. მე გირჩევდით, თუ კარგ წყაროს ეძებთ, უილიამ ჰენდრიქსენის კომენტარი ლუკას სახარებაზე შესანიშნავია. მე მაქვს შესანიშნავი განყოფილება ამ კონკრეტულ გენეალოგიაზეც, ამის რეალური პრობლემა არის, თუ თქვენ ბოლომდე ჩახვალთ, ეს განსხვავდება მათეს პირველი გენეალოგიისაგან. ასე არ არის პირველ თავში აღწერილისგან. ის განსხვავებულია, იმიტომ რომ იქ სხვადასხვა სახელებია მოცემული. ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ ამას სჭირდება სხვა გზა მისადგომად. თუ თქვენ გააცნობიერებთ ამას, მიხვდებით, იოსები დავითის შტოშია და მარიამიც, მაგრამ იოსები სხვა ოჯახიდან გამოვიდა. სხვა სიტყვებით ვთქვათ, თქვენ გყავთ დავითი აქ და დავითის შვილები და მათგან შვილები, ასე რომ თქვენ გაქვთ მრავალი გზა, რომ კვლავ იყო დავითის შვილი ან დავითის შვილი დავითის ხაზით. იოსები ერთ-ერთი ამ არხით მოდის, მარიამი სხვა გზით მოდის. ჩვენ ეს ვიცით, რადგან გენეალოგიაში სახელები განსხვავებულია, ასე რომ ისინი ჩამოდიან სხვადასხვა გზით. მიზეზი, რის გამო ჩვენ ვივარაუდოთ, რომ მათეს გენეალოგია ნამდვილად არის იოსების გენეალოგია, არის ის, რომ ზუსტად ასეა ნათქვამი მე-16 მუხლში იაკობმა შვა იოსები. ნახეთ, როგორ არის ესე იგი პირდაპირ. ასე რომ ის გვეუბნება, რომ ეს ეხება იოსებს. ხოლო როცა ლუკასთან მიდიხართ, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათეს გენეალოგია იწყება, ხომ იცით, დავითთან და მიდის იოსებთან. ლუკას გენეალოგია მარიამით და მიდის უკან, სხვა გზით. მაგრამ რაც დამაინტრიგებელია ის არის, რომ არასოდეს ამბობს მერი, ანუ მარიამს და სწორედ აქ მოდის დაბნეულობა. ლუკას მესამე მუხლში, მესამე თავის 23 მუხლში ნათქვამია, თვით იესო, როცა იწყებდა მსახურებას 30 წელიწა იქნებოდა და როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა ყელისა. ნახეთ, ძე იოსებისა ყელისა. და შემდეგ ის იწყებს უკან დაბრუნებას. ახლა ის რაც თქვენ უნდა აღიაროთ არის, რომ გენეალოგიები უმეტესწილად არ შეიცავდნენ ქალის სახელებს. და მიზეზი იმისა, რომ იოსების სახელი აქ ჩნდება, არის ის, რომ ნორმალურია მისი მოთავსება მამის მეშვეობით. მარიამი აღარ არის ნახსენები, რადგან არ იყო ნორმალური ამის გამოვლენა ქალის მეშვეობით. მაგრამ ის რაც თქვენ აქ არის ნათქვამი, ძალიან უნიკალურია, რადგან ნათქვამია, რომ იესო თავად დაიწყო დაახლოებით 30 წლის ასაკიდან, როგორც ეს იყო იოსების ძე. ასე რომ ეს გენეალოგია არ ასახავს მას იოსების მეშვეობით. ის ამბობს, რომ ის მხოლოდ სავარაუდოდ იოსების შვილი იყო. ასე რომ ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი განცხადება არის განცხადება, რომელიც ცდილობს შეესაბამოს მამაკაცის გენეალოგიას და მაინც ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ეს არის იოსები, რომელიც აქ არის საკითხი და არამედ მარიამი. და ის თუცა უსახელოა არის იქ იმ ფაქტზე, რომ ის იყო მხოლოდ სავარაუდოდ იოსების ვაჟი. და განსხვავება ორ მამას შორის, თქვენ გაქვთ იაკობმა შვა იოსები მათეში და თქვენ გაქვთ ელი, რომელიც შვა ის
ვინც შობს იესოს. ანუ ორი განსხვავებული მამა ყავს. ასე რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის მარიამის მამა და გენეალოგია. და რა გასაოცარიც არის ამაშიც არის, რომ იესო ქრისტე არის ის, ვინც უნდა მართოს და ყოველხრივ, რასაც შეხედავთ, ჩვენ უნდა დავინახოთ დავითის შტო და ის მოდის დავითის ხაზით მამის მხრიდან და მოდის დავითის ხაზით დედის მხრიდანაც. და თქვენ ამბობთ, რა ეს მნიშვნელოვანია, ეს ესეთი საჭიროა? დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იოსეს შემთხვევაში და მე გეტყვით რატომ. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ უფლება მართოთ თქვენი მშობლების რომელი წევრის მეშვეობით, რომელი მშობელია მართველი? მამა თქვენი. მამა შენმა მოგცა მართლობის უფლება. გულისხმობ რომ ეს ასეა. ასე რომ იესო კანონიერად უნდა ყოფილიყო იოსების ვაჟი, მაგრამ ის ფიზიკურად არ შეიძლებოდა ყოფილიყო იოსების ვაჟი. რადგან იოსები იყო დავითის ხაზის ნაწილი, რომელიც მოდიოდა ერთი კაცი, სახელად იკონიას მეშვეობით. გახსოვთ იეკონია მეფე, რომელიც დაწყევლილი იყო, გადასახლებული ბაბილონში. ითქვა, რომ იეკონიას ვაჟი არასოდეს გამეფთებოდა. ასე რომ ის უნდა ყოფილიყო ამ ხაზში, მაგრამ ის ვერ იქნებოდა ამ ხაზის ნაწილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თქვენ არ შეიძლებოდა იეკონიას მემკვიდრეობით, რომ დაბადებულიყავით, მაგრამ ის უნდა ყოფილიყო ამ ხაზით, რომ მიეღო მართლობის უფლება. ასე რომ იოსებმა მას მისცა კანონიური უფლება მეფობის გარეშე, იეკონიას დაბინძურებული ხაზის მიცემის გარეშე. ამიტომ მან მიიღო გენეტიკური უფლება მეფობა მარიამის მეშვეობით, რომელიც ასევე დავითის შთამომავალი იყო და მისი კანონური უფლება იესოს მეშვეობით იქნა მიღებული. ასე რომ ამ გენეალოგიების ყველა ელემენტი არსებითია ქრისტეს ტახტზე უფლება მოსილებისათვის. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.